24 თებერვალს ზუსტად 3 წელი გავა მას შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი აგრესია დაიწყო კიევის წინააღმდეგ. საბრძოლო მოქმედებები ახლაც გრძელდება, ვნახოთ რა ხდება ფრონტზე. ფრონტის ხაზზე, რომლის სიგრძეც 1600 კილომეტრს აღემატება, კრემლი ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად ცდილობს უკან დახიოს უკრაინის თავდაცვის ძალები. თუმცა 3 წლის შემდეგ ეს ჯერ კიდევ მიუღწეველია. ომის შემსავლელი ინსტიტუტის მონაცემებით 2024 წელს კრემლის არმიამ 4200 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობის ოკუპირება შეძლო, რისთვისაც რუსეთს 420,000 ჯარისკაცი დაეღუპა. 2025 წლის დასაწყისში კიევმა კვლავ გააქტიურა კურსკის ოლქში სამხედრო ოპერაცია. მართალია ოპერაციის დაწყებისას დაკავებული ტერიტორიის ნაწილი უკრაინულმა არმიამ დათმო, თუმცა ომის შემსავლელი ინსტიტუტის მონაცემებით ახლა უკრაინულმა არმიამ რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქში რამდენიმე ახალი დასახლება კვლავ დაიკავა. და საბრძოლო მოქმედებების ფონზე ვაშინგტონი და მოსკოვი კიევის უშუალო ჩართულობის გარეშე საუბრობენ თუ რა პირობით უნდა შეწყდეს ომი. ევროპაში კი განიხილავენ უკრაინაში სამხედრო შენაერთების გაგზავნის შესაძლებლობას.